დიახ, კვლავ ჩვენა ვართ თქვენს წინაშე. მე და გეგა საღამო მშვიდობისა ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო. ჩვენ თავდაპირველად სულ ახლა რაც უკვე დაიწყო ეს მეორე ნაწილი, ზარები შეიძლება თავიდანვე არ შემოუშვათ ეთერში, თუმცა გვპირდებით რომ ზარებიც იქნება. იქნება მაშინ, როცა წავიკითხავთ ტელეფონის ნომრებს, აი მაშინ დაიწყებთ რა თქმა უნდა ჩვენთან დაკავშირებას. მინდა საყოველთაოდ ცნობილი რამ თქვა, ნებისმიერ პოლიტერთობას ინდივიდუალურად, კრებსითად, ცალკე პოლიტიკურ ძალას და საერთოდ პოლიტიკაში პოლიტიკური ძალის არსებობას აზრი აქვს მაშინ, როცა ის არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას. ჩვენი მოსაზრება და ჩვენი თვალთახედვა ძალიან კარგად იცის ჩვენმა ამომრჩეველმა და ჩვენი ამომრჩეველი ის ადამიანები არიან, რომლებიც ჯერ ერთი ცოტანი არ არიან, როგორც ახლა დაწერა პატივცემულმა ოფიციოზმა და გაყალბებას ხშირად გვითქვამს არახალია პატრიოტთა ალიანსის მიმართებაში, ამ დღესდღეობით კი ჩვენი პოლიტერთობის მიმართებაში რა არჩევნებიც ჩაატარეს ამ ვუნდერკინდებმა, არჩევნების ვუნდერკინდებმა და იცით არავითარ შემთხვევაში იქ მარგინალიზებულია ველი, დიდი გაყალბებაა მოსალოდნელი, მართული კადრებია თუ რომელი ასე ვთქვათ გაცვეთილი და საყოველთაოდ ნირწამხდარი ძალაღებულობს მონაწილეობას, როგორი ჩანერგილი თუ ხელოვნურად შექმნილი ასე ვთქვათ პოლიტერთობები თუ ცალკე პოლიტიკური პარტიები ღებულობენ მონაწილეობას, ეს ჩვენ არ გვადარდებს ამ ეტაპზე, ჩვენ გვადარდებს და გვაფიქრებს და გვასაუბრებს ერთი მთავარი, რომ ის მრავალრიცხოვანი, ქართულად მოფიქრალი და ჭეშმარიტად გულიანი, მართლაც ჭირისუფალი ამ ქვეყნისა საზოგადოება, რომელიც ყოველთვის მხარდამჭერი იყო ეროვნული სულისკვეთებისა, ეროვნული დოქტრინისა, ეროვნული პოზიციებისა, რაც არაერთ გზის გაჟღერებულა ამ სტუდიიდან თუ სხვადასხვა არჩევნებზე მოსახლეობასთან, საზოგადოებასთან შეხვედრებზე და ნებისმიერ ფორმატში, ეს ძალიან კარგად იცის ყველამ ოფიციოზმაც, პატივცემულმა ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამაც, ხელისუფლებასთან ტანდემში მყოფმა, ამას ყოველთვის ვიტყვი, რაც არ უნდა ახლა ის მოაწყოთ თეატრალიზებული გამოძიებები, ეს კიდევ სხვა პლანში კიდევ მეტად აძლიერებს იმ ადამიანებს, ვითომ რომელთა გასამართლებაც გწყურიათ. თან კარს უხსნით არჩევნებში მობრძანდით მონაწილეობა მიიღეთო. პარადოქსების ქვეყანაა გეგა მოკლედ. ამის გამო ალბათ დიდი გამოცნობა არ ჭირდება ამ ყოველივეს, ჩვენ ყოველ ველზე, ყოველ გოჯზე და ყოველ მონაკვეთზე გვექნება ბრძოლა, არა საკუთარი თავებისთვის, ბატონებო და თანამდებობებისთვის და რაღაცა ესეთ მერკანტელიისთვის, ამ ძალამ და მით უმეტეს ამ პოლიტერთობამ, ხომ, თავისი წარმომადგენლობით, თვითონ პატრიოტთა ალიანსმაც არაერთ გზის დაამტკიცა, რომ ის არა მხოლოდ მოფიქრალი და სიტყვის მთქმელი, არამედ საქმის გამკეთებელი ძალაა, რომელ საქმეშიც უპირველესად მოვიაზრებ აი სიცოცხლის მართლა რისკზე დიდი რისკი რომ შეუქმნა, რისკის წინაშე დამყენებელი ასე ვთქვათ დიდი საქმე რომ ჩაიდინა საქვეყნოთ პატრიოტთა ალიანსმა, კონკრეტულად პიროვნებებმა ძალიან კარგად იცით, ვისაც გულისხმობ, ქალბატონმა ირმა, ბატონმა დავითმა, გიორგილომ და ასე შემდეგ, რომელთაც მართლაც და წინა რეჟიმის წასვლა, დამშვიდობება, კულტურულად რომ ვთქვათ, მართლა ჩამოცილება ხელისუფლებიდან მათ განაპირობეს, მაგრამ აბა ჩამოცილდნენ კი? აბა გადავიდნენ კი მართლა, აიქით დაუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში, არა ბატონებო. არც რეჟიმი,
გასამართლებულა არაერთგზის მოწოდებისა პატრიოტთა ალიანსის მიერ. საპარლამენტო პროექტისა, რომელიც ხვირწინ გედოთ და რამოდენიმე გზის დაგიდოთ იქ ქალბატონმა ირმამ, თქვენ ყური არ შეიბერტყეთ მაშინ, რადგან თქვენს ფინანსებს, თქვენს გაყუჩებას, თქვენ ჰედონიზმს ასე სჭირდებოდა რამე თუ სეთური ასე ბრძანებდა მას პულტი აქვს და რა თქმა უნდა ეს პულტი ჯერ კიდევ იმართება. მაგრამ იმედია რომ ბოლომდე ბოდიშით უხეშ გამონათქვამზე, მაგრამ ვერ გაკაჩავს. რადგან მისი გაკაჩვა, მისი მუშაობა არის პირდაპირ პროპორციული ჩემი ქვეყნის ნგრევის. აი სწორედაც ჩემო პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, აი ქვეყნის ნგრევა რომ შეჩერდეს და ხალხოსნური, მართლა სახალხო პარლამენტი თუ საკრებულო, ჩვენ იცით რაც არ უნდა მოხდეს, ჯერ ერთი ხაზს უსვამთ, რომ თვით განადგურების რეჟიმშია ხელისუფლება. ეს ცალსახაა. მეტაფიზიკური დილემა მათ წინაშე ძალზედ მუქია, მაგრამ ფიზიკის კანონებსაც კი ეწინააღმდეგებიან, იცით? კონკრეტულად ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგებიან. ეს მაგარი ფიზიკოსები, კაცო, ესენი ხო ყველაფერში მაგრები არიან. ხო და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება რა ეს მცირე ხან დღეებს ითვლის ალბათ რა, შეიძლება ითქვას და რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი ქართველ ასე ვთქვათ და მართლა ქართველში მე არაქართველსაც გულისხმობ, ეთნიკურად არაქართველს, რომელსაც არაერთი აგური დაუდია ქვეყნის მშენებლობაში, რომელთა მამა-პაპათა გვერდით ჩვენი მამა-პაპა მხარდამხარ იბრძოდა ქვეყნის ერთიანობისათვის და ასე შემდეგ. აი ამას ყოველივეს მოვიაზრებთ, რომ არ მივატოვოთ, არ ბოიკოტის რეჟიმში არ გადავიდეთ. ბოიკოტს, როგორც ასეც, არასდროს არავისთვის არანაირი მცირე დივიდენდიც და ბენეფიტიც არ მოუტანია პოლიტიკური თავისთავად, არანაირ შედეგზე არ გასულა, ასე ვთქვათ, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ძალები, შეიძლება ასე ითქვას. და ასე რომ ყოველი გოჯისთვის, ყოველ ველზე შევალთ ჩვენი ქვეყნისათვის და იქნება რა თქმა უნდა პოლიტიკურად უკომპრომისო, ჩვენი ქვეყნისთვის უკომპრომისო ბრძოლა, რადგან კიდევ ვიმეორებ, ეს ხელისუფლება ადრე და მალე ასრულებს თავის მოღვაწეობას და რომ არ იყოს ხაზს უსვავ მოულოდნელობა, დიდი მოულოდნელობა, ან თუნდაც მოსალოდნელი საფრთხეები, ეს ეროვნული ერთობა აცხადებს მზადყოფნას თავისი შემადგენლობით და იმ დიდი კონტინგენტით ხალხის, ასე ვთქვათ, წიაღში, რომ ბრძანდებიან ეს ადამიანები, რომ მიიღებს მონაწილეობას, ეს საპარლამენტო არჩევნები იქნება მხოლოდ, თუ საპარლამენტოსთან ერთად საკრებულოს არჩევნები, ჩემო ბატონო. ასე რომ მე მგონია გარკვევითა ვთქვი და მინდა რომ ჩვენს ტელემაყურებელს და რადიო მსმენელებს ისიც შევახსენო, რომ არიან ძალები, რომლებიც მონაწილეობას აპირებენ და უხარიათ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, რომლებსაც თითითიცი არ მიუდიათ, გეგა, ქვეყნისათვის. აი, ელემენტარულად, აი, მათი და ცნობილნი არიან თავიანთი არაკეთილსაიმედო წარსულით. აი, ესეთი ადამიანები და ესეთი ძალები და ჩვენ, რომლებიც საერთოდ კიდევ როგორც დავიწყე რა, ამით დავასრულებ აი ამ პასაჟს, აი ამ წინადადებას, აი ამ შინაარს, რომ პოლიტიკური ძალის არსებობას მაშინ აქვს გამართლება, როცა ის პოლიტიკურ ბრძოლაში შედის და არა რაღაც ბოიკოტში ფარდის უკან რაღაცა გაბუტულ, გაყუჩებული და მტირალი. მე მსურს გეგა შენ მე უფრო ტევადად თუ შეიძლება, ესე იგი ჩვენ ხალხი ვახსენეთ აქ და ხალხს ყოველთვის ვახსენებთ და ხალხთან ყოველთვის გავდივართ და აწიც მოგვიწევს მათთან არაერთხელ კომუნიკაცია, ჩვენ მაჯისცემას, ჩვენი საზოგადოებისა არ ვართ არანაირად მოწყვეტილნი და მინდა შევთავაზო მოსახლეობას, პატივცემულებო, ძალიან კარგად იცით რეგიონებში, რაიონებში, ქალაქებში, დაბებში თუ სოფლებში. იცით, არა 5 კაცში და 10 კაცში რჩეული ადამიანი.
ეს შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ტენდენციურობის გამოჩენა. არამედ უმრავლესობა სოფლისა, უმრავლესობა დაბის თუ ქალაქისა, რომ აღიარებს, რომ ეს პიროვნება არის მართლა სუფთა წარსულის. ეს პიროვნება არის მოფიქრალი თავისი ქვეყნის, თავისი კუთხე-კუნჭულის მიმართ და ეს პიროვნება არ არის გამყიდველი, რაც მას არაერთგზის თუნდაც ერთხელ, მაგრამ მაინც დაუდასტურებია დაუშვათ საყოფაცხოვრებო, მეგობრულ თუ საზოგადოებრივ ურთიერთობებში. აი ასეთი კანდიდატურები მოგვაწოდეთ. ოღონდ ჯერ შეუთანხმდით მას. მოგვაწოდეთ და მე მოგაწვდით ახლა ტელეფონის ნომერს, სადაც რა თქმა უნდა კვალიფიციურად გასაგებენაზე და გაგაგონებთ და გიპასუხებთ ბატონი დავით ოკროპირიძე და ეს ნომერი თუ შეიძლება ჩაიწერეთ. 505-688. ვიმეორებ 505-688. ამ ნომერზე შეგიძლიათ განახორციელოთ ზარი და თქვენი კანდიდატები ეს მერის კანდიდატი იქნება თუ საერთოდ აი ეს მართლა სახელმწიფო კაცები როგორც პატრიარქი ბრძანებდა ხოლმე საკრებულოში გამოგადგება პარლამენტში თუ საერთოდ მართველ ორგანოებში პოლიტიკაში მოსვლა მეგობრებო გადავეჩვიოთ ვინც ჯერ ვერ გადაჩვეულა ანგარებით არ უნდა ხდებოდეს კი ხდება მაგრამ პოლიტიკა არის წმინდათა წმინდა საქმიანობა წმინდათა წმინდა მოვალეობა და ვალდებულება შენი ქვეყნის მსახურებისა კითხვა ისმება ხოლმე აიცით სხვა რომ მოვა ხომ იგივე რომ არ გაგრძელდეს არ არის ეს დილემა არ არის ეს ჩიხი სხვა რომ მოვა ჯერი სხვა ვინ არის მე არ ვიცი ეროვნული ერთობა როცა მოვა უმრავლესობაში და ეროვნული საერთოდ პიროვნებები დაიკავებენ მთავარ პოზიციებს არც მათზე 100%-იანი ნდობა რომ არ გამოგვივიდეს აი ამის გამოა სწორედაც ის რეფერენდუმი მისაღები და დასაკანონებელი აი ეს კანონმდებლობა მოსაწესრიგებელი და არა მანტეის სახით მოხვეული კონსტიტუცია როგორც ირჯებოდა წინა რეჟიმი თუ მისი სისხლით ნათესავი და სულით მონათესავე დღევანდელი რეჟიმი რეფერენდუმი რომლის ძალითაც შეგვიძლია დეპუტატისაც მერის პრეზიდენტის აბსოლუტურად უკან გამოწვევა მოსახლეობას მეგობრებო აი ეს კანონი უნდა დაკანონდეს იცით დღეს კანონმდებლობის ასე ვთქვათ კოლაფსი შემოგთავაზა ოფიციოზმა დიახ ეს სრული დეკადანსი და რეგრესია საკანონმდებლო შემოქმედებისა რადგან დიქტატურა კანონმდებლობაში დააკანონა ამიტომ ვამბობ ძალზედ გასაგებად საკანონმდებლოდ უნდა იყოს ხალხოსნური სახალხო და ქვეყნისთვის ინტერესს მორგებული ქვეყნის ინტერესთან შესაბამისობაში მოსული კანონპროექტები რატიფიცირებული რომ რეფერენდუმის ძალით კანონიც კი გამოიწვიო უკან თუ დაემართათ პარლამენტარებს სიტყვაზე რაღაც ჩაძინება და რაღაც გაჯანჯლდა კანონიც კი გამოიწვიო აი ეს ბერკეტები უნდა დაკანონდეს და გაიწეროს აი ასეთი კანონმდებლობა უნდა მივიღოთ და აღარ იქნება თითოეულ პიროვნებაზე ჩამოკიდებული ეს ხელისუფლება და მაშინ გაქრება ის კითხვებიც აი აბა რა იქნება რა უნდა იყოს ბატონებო არც არაფერი არ იქნება თქვენთვის ვინც ასე დასვამთ კითხვას რა იქნება რა უნდა იყოს შენ თუ არაფერი გააკეთე მე თუ არაფერი გავაკეთე გეგამ თუ არაფერი არ იქნება არასდროს არც უნდა იყოს კაცო დაუმსახურებელი შემოსავალი რას ქვია დაუმსახურებელი მოსავალი რომ მიიღეს დღეს რომ ოცნებაში არიან მოკალათებულნი საერთოდ რომ არ გვინახავს გეგა როცა გვარბევდნენ და გვიჭერდნენ ეს ადამიანები იმიტომ მოუვიდათ მადა ჭამაში და რა დღეში ჩააგდეს ქვეყანა უმძიმეს სიტუაციაში გასაგებენაზე ვსაუბრობ ვფიქრობ გაუგებრად არაფერი მithქვამს ბოდიში მოგიხდით თუ ემოციურია ეს ნათქვამი მაგრამ უემოციო ადამიანი გვამია და ღმერთმა ჯერ გვამად არ გვაქციოს ბოლომდე გავხარჯოს ჩვენი ქვეყნისათვის გეგა თუ შეიძლება კიდევ ერთხელ მოგესალმებით კიდევ ერთხელ და
ესე იგი ხა ბექამ კარგად და მომწურავად ისაუბრა, მაგრამ მეც ჩემის მხრივ ვიტყვი, ხა წეღა მქონდა საუბარი მაგალითად მოსახლეობის რაოდენობების შემცირებაზე. და მე მინდა რამოდენიმე სტატისტიკური მონაცემი მოგაწოდოთ რა. თუნდაც ის რომ თბილისის მოსახლეობა ბოლო 5 წელიწადში 100,000 მოქალაქით გაიზარდა. ეს ხო კატასტროფაა და ის რომ ესე იგი თბილისში ამნაირი მოწოლის დროს რეგიონების დაცლამიდის სრული დაშრეტა და თბილისი როგორც თავკომბალა იზრდება. როდესაც აი მაგალითად ჩვენ ვკითხულობთ რომ თელავში 2020 წელს იყო მოსახლეობა 55,272 და 2025 წელს არის 51,920. როდესაც ჩვენ ვკითხულობთ რომ ესე იგი ხაშურში 2020 წელს იყო 51,301, ხოლო 2025 წელს არის 59,011. კლება, ანუ ესე იგი ჩვენ ვართ მომაკვდავი ერების რიცხვში მყოფი ერი, ანუ ქართველი ერი სულიერად და ფიზიკურად ნადგურდება. საქართველო იცლება, ეთნიკური უმცირესობებით ივსება, მიმდინარეობს ეთნიკური ჩანაცვლების პოლიტიკა, ეს ყველაფერი ყოველდღიურად მატულობს და საქართველოს სულიერად, ფიზიკურად, ეკონომიკურად, ყველანაირი თვალსაზრისით მიდის უმძიმეს კატასტროფამდე და ისეთი კრახის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, რომ აი როგორც მე მახსენდება ხოლმე გაბრიელ სალოსის სიტყვები, რომ ლაზარე მოკვდა, ყარდაო და შემდეგ აღადგინაო. უფალმაო და აი ესე აღდგება საქართველო და აი ხრწნისა და ამ სკვდომის აშკარა პროცესში ვიმყოფებით. ეხლა ჩვენ სიკვდილის ესე იგი პროცესს გავდივართ, რაღაც მომაკვდავის აგონიაში ვართ თუ უკვე გარდავიცვალეთ. ნუ ალბათ კიდევ რაღაცა გზებია გასავლელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიცოცხლის ნიშანწყლები თითქმის აღარ შეეტყობა ჩვენს საქართველოს ესე გვერდიდან რომ შეხედო, მაგრამ ჩვენ ვსასუებთ ყოვლადწმინდა სამებას და დედა ღვთისმშობელს, რომ როგორც უფლის სიტყვები იყო ლაზარე გამოედგარე, ამ სიტყვებს საქართველოს გაიგონებს და საქართველო გაბრწყინდება და ქრისტეს დაამოწმებს, როგორც ეს არის წინასწარმეტყველება ჩვენ ერზე. მაგრამ ამ პროცესში ჩვენი ქმედითი მონაწილეობა აუცილებლად უნდა მივიღოთ, ანუ ჩვენ უნდა გავხდეთ იმ საერთო გამარჯვების თანაზიარნი, რომელსაც საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და საქართველო გაბრწყინდება და ჩვენც არ უნდა დავემგონოთ ვაზის იმ ნასხლავს, როგორც უწმინდესი და უნეტარესი ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, რომელთა შორის სიცოცხლე არ არის, არამედ ნაყოფი უნდა გამოვიღოთ კეთილი და აი ეს უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის ესე იგი აუცილებელი მიზანი, რომ აი კეთილი ნაყოფის გამოღება და სასופევლის მოპოვება, რაზეც წეგან ჩვენ საუბრობთ. აი ამისათვის ჩვენ ბევრი მსჯელობისა და ანალიზის შედეგად მივედით იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა არა არჩევნებისთვის, არა იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობით მოვიპოვოთ რაღაც გარკვეული მანდატები, პრივილეგიები, თანამდებობები და ფინანსებები. ეხლა მამანს შეიძლება ძალიან არაგულწრფელად ეჩვენება ჩვენი საუბარი, მაგრამ არც ერთი ამ ჩვენი ბრძოლის ამ საქმიანობაში ჩართული ადამიანის ესე იგი мотиваცია არ გახლავთ, მე შემიძლია ეს გულწრფელი ვიღაც დაიჯერებს, ვიღაც არ დაიჯერებს, მაგრამ ჩვენ არ მოქმედებთ ასე ვთქვათ, მატერიალური ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ სასופევლის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებთ, ჩვენ მოქმედებთ იქიდან გამომდინარე, რომ გვწამს ამ იდეის ჭეშმარიტება, რისთვისაც ვიბრძვით, რისთვისაც მოქმედებთ, ჩვენ გვჯერა ამ იდეის ღვთის მიერ მონიჭება ჩვენ ერზე და გვწამს რომ ამ იდეის მსახურებით ჩვენ ჭეშმარიტებას ვემსახურებით. აქედან გამომდინარე ჩვენ გვინდა ასპარეზი მივცეთ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, როგორც წეგან ბექამი საუბრა, ჩვენ გვინდა ჩვენ მოქალაქეებს მივცეთ საშუალება იმ ხალხს, ვისაც აქვს სურვილი, რომ ბრძოლაში ჩაერთოს, რომ თავის რეგიონებში, თავის რაიონებში, თავის სოფლებში, თავის ქალაქებში თავად გამოარჩიონ. ამაზე ლევან ჩაჩუა წლებია საუბრობდა ჩვენი ძმა ლევანი არაერთხელ ეს მოსახლეობასთან, როდესაც ჩავდიოდით ქართული იდეა. ნუ ლევანი ციხიდან რომ გამოვიდა 2012 წელს, მას შემდეგ ჩვენ უამრავი შეხვედრები ქონდა რეგიონებში, დავდიოდით სხვადასხვა ქალაქებში, სოფლებში, ხალხს ვესაუბრებოდი და ყველას ჩვენ ამაზე ვესაუბრებოდით ხოლმე. ანუ ჩვენ ხალხს სულ ამას ვამბობდით, ეს იყო ესე იგი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იდეა, რომ თავად ხალხმა უნდა გამოირჩიოს.
თავისი წიაღიდან უნდა იქნას გამორჩეული. ჩვენ კი არ უნდა ჩაუყაროთ თბილისიდან ვიღაც ადამიანი, რომელსაც ესე იგი ვიტყვით, რომ აი ეს კარგი ბიჭია და აბა გვერდში დაუდექით. არა, ხალხმა უნდა შემოგთავაზოს ჩვენ და ხალხმა უნდა გითხროს, აი ჩვენ ერთჩეული ესაა და ჩვენ უნდა დავუდგეთ მას გვერდში და ჩვენ ჩვენი სიით, აი ამ პარტიით, ამ ერთობით, ამ ეროვნულ პატრიოტული ამ პატრიოტთა ერთობით, რომელიც ჩამოყალიბდა პატრიოტთა ალიანსის ირგვლივ. აი აქედან უნდა წარვადგინოთ ჩვენ და აი ეს არის ჩვენი იდეა, რომ აქედან წარვადგენთ ჩვენი ადამიანებს, ვისაც ხალხი შემოგთავაზებს, ვისაც ხალხი გვეტყვის და ესე იგი ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ მოიფიქრეთ, თქვენ გამოარჩიეთ თქვენ წიაღში ის ადამიანები, ვისაც ენდობით, ვისაც გვერდში დაუდგებით და ჩვენ მათ დავასახელებთ კანდიდატებად, ჩვენ მათ დაუდგებით გვერდში, თქვენ აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ადამიანები, თქვენ დაუდექით მათ გვერდში და მათთან ერთად იბრძოლეთ, რომ ეს საქართველო ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ, რაშიც ვიმყოფებით. და ვისაც ამის სურვილი და ინტერესი გაქვთ, მე კვლავ გავიმეორებ იმ ნომერს, რაც აღამ ბექამ თქვა და დარეკეთ ამ ნომერზე და დანარჩენ ამ მომწურავ პასუხებს თქვენ აქ მიიღებთ. ნომერი არის 500 50 56 88. ბატონი დავითი. კვლავ ვიმეორებ 500 50 56 88. აი ამ ნომერზე დარეკავთ და დანარჩენ ინფორმაციებს უფრო სიღრმისეულად მანდ გაიცნობით და თქვენს შემოთავაზებულ კანდიდატებს, იმ ადამიანებს, ვისაც თქვენ პატივს სცემთ და ვისაც თქვენ ენდობით, ჩვენ მათ გვერდში დავუდგებით ბოლომდე და ვიბრძოლებთ, რომ სწორედ მათ გქონდეთ, მათ ხელში იყოს საქართველოს ხელისუფლება და არა იმათ ხელში, ვისაც რაღაც ოლიგარქები და ძლიანი ამასოფლისანი გთავაზობენ. ზარია ეთერში, აბა მოგზანდით გისმენთ, გამარჯობათ. გამოვაცხადოთ, აბა გაითიშა ეს ზარი და ნომერი ალბათ ამონათდება ზემოთ, ტელემაყურებელს ახსოვს, მაგრამ კვლავ წაიკითხოს და რადიო მსმენელისთვის გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ტელეფონის ნომერს. თუ დავწერთ ეკრანზე, კარგი იქნება 557 88 5588. იცით, ზარია კვლავ და აბა მოგზაურობთ. ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგესალმებით, დიდი პატივისცემით. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. აი ახლა მე მაქვს ძალიან მოკლეს ვინაც ჩამოვაყალიბა სალაპარაკო ბევრი გვაქვს. დრო აღარ დავგართო და სხვა მაქვს რომ გაიხარეთ. ისმის ჩემი ლაპარაკი. ისმის ბატონო. გისმენთ. გესმის? დიახ, ბრძანეთ. აი რა მინდა, სულ მარტი ორად, აი სამი შეკითხვა, ძალიან მარტივად. თუ გვინდა ქვეყანაში წყობა, იდეალური სახელმწიფო, იდეალური წყობა არცად არ იქნება, მეტნაკლებად არსებობს. პირველ რიგში რა უნდა გაკეთდეს? აი ახლა ხანდახან ამბობენ რომ გავიყალბეს არჩევნებით, აღარ ვიყრიცენ. აი ფეხბურთელი რო თამაშობს, ესა თუ ის გუნდი რო წააგებს ერთად, მეორე ხოხდებენ გუნდს, მესამედ, მეოთხე და მეათე. ამიტომ რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში? სკოლის მოსწავლეს ფორმა, განათლება აუცილებლად პირველ რიგში. აიკრძალოს ფსიქოტროპული წამლები, ყველა კუთხეში რო იყიდება. გაკონტროლდეს სახილად, ექიმის გარეშე ფსიქოტროპული წამლები არ გაიქცეს. აი ახლა შეხედეთ. რამდენი კორპუსი შენდება, იმდენი აფსიაკი და კორპუსი აშენებული არ არის, იქვე აფსიაკი, ბანკი, მაღაზია. აი ახლა პატრიოტ ალიანსი არსებობს ჯობით აქტიურების დავით ანხან მოურავი, ირმა ინაკელი, თუნდაც თქვენ აგერ ახლა გადაცემაში ვინც ხედავთ ჩემბატო ლომია ასე და ასე შემდეგ გასჩემ. გაიხარეთ. ყველა მისცემს ხმა სიმპათიას, ვინც სააკეთოს სოფლის მეურნეობაში რომ უნდა გაკეთდეს, ჯანდაცვის სფეროში მოკლედ. ასეც და აი რუსეთთან ჩვენ ახლა აი ხვალო გვიცხავს. მიგიღებთ ევროკავშირში, ნატოში. ხო ვერ მიგვიღებენ რუსეთის გარეშე. და თუ მიგვიღებენ ტერიტორია დაკარგული, ხო ვერ შევდივართ. ვერ შევდივართ. ეს ფარსი, ეს წყვილია. რა გვინა იმისანა ევროკავშირი თუ სახელმწიფოს ერთ სისტემაში ვერ შევდივართ. აი გავუშვათ შვედეთის ხვალ. აი ამაღამას აი ახლა ხო ისახე რუსეთ არა რუსეთ ოკუპანტებს. ხვალო გორისაზღვარი საკეთოს. ვინ აპასუხს იგებენ? აი გადაკეთ ამაღამ გორისაზღვარი. გორისაზღვარი დაკეთე კაცის ვერგების გადადის გადმოდი. გასაგებია, გენაცვალეთ. დიდი მადლობა ბატონო ჩემო ზარისათვის. ჩვენ ზოგადად ეხლა რუსეთ კარგად დაასრულა გეგა და შენც მოგეცემა აუცილებლად. აი ვინაა პასუხისმგებელი? ამ კითხვით დაასრულა ბატონმა. გეთახმებით ბატონო ჩემო. პასუხისმგებელი ცხადია ის. პასუხისმგებელი ვიცით ვინცაა, მაგრამ პასუხს რომ არავინ არ აგებს ჯერჯერობით, ესეც ცხადია. უპასუხისმგებლო ძალის
უპასუხისმგებლო გუნდის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობის პირობებში ყველას ეგ არა მხოლოდ ფსიქოტრონულ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, ამ წამლებთან მიმართებაში, წალეკა რა თქმა უნდა ნარკოტიკმა მთელი ქვეყანა. ყველაფერი გამოსასწორებელია. ჩვენ რატო ვთქვით მე და გეგამ რომ აბსოლუტურად სრული რეგრესია, საუბედუროდ. რა თქმა უნდა, ყველა აი სკულპტუროზულად რაც შეეხება ჩვენს პროექტებს, ჩვენს დოქტრინას, სოფხედველობას პოლიტიკური კუთხით, ის გაწერილი აქვს. პატრიოტთა ალიანს ამ დიდ ერთობას გაწერილი გვაქვს და დეტალებსაც კი ასე ვთქვათ, მიმოვიხილავთ. იქ თუ რა, როგორ და რა მასშტაბით უნდა იყოს და როგორ ჯობია ხალხისათვის. სფეროარ დაგვიტოვებია და ამ ყოველივეს კიდევ მალე მივაწოდებ ჩვენ საზოგადოებას. აი მამა პაისი ათონელის ის სიტყვები მახსენდება ხოლმე, რომ ისეთი დრო მოვიდაო, ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებითო, რომ რაიმე ერთი რო გააკეთო, აი სახლში რაღაცა რო არის დაზიანებული, მაგალითად სკამია გატეხილი და იცი რომ სკამი უნდა გააკეთო. კედელი ინგრევა, კედელს მიხედავ, ფანჯარაა მორყეული, ფანჯარას კარევაში. ეხლა ყველაფერი ერთად არის მოშლილიო და უკვე აღარ იციო რა გააკეთო და არის სრული უმწეობის განცდაო. ხო და აი ამ უმწეობის განცდიდან მატრიციდან გამოსავალი ხო ერთადერთია რომ ჩვენ ქრისტეს მიერი ერთობით ერთსულოვნებით თქვა და გამოვავლინოთ ჩვენი ქმედითი ნება. სხვა ფიზიკურად ჩვენ დავრჩებით აი ესე ლაპარაკის რეჟიმში და უარესი და უარესი მოხდება ეს უნდა გავაცნობიეროთ რა. დიახ. ზარია კლავ ეთერში. ალო. მოგესალმებით გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. გაგიმარჯობა. წინა მოსაუბრე თქვა რომ რუსეთის გარშე არაფერი არ მიქნებოდა. ეს თქვა მაგრამ რუსეთის გარშე ხო გასაგებია. და თქვენი კომენტარი მთლად ჩვენი კომენტარი ამ თემაზე არ გახვიდეთ ეთერიდან არ იყო. არ გავდივარ. დიახ, რუსეთის გარეშე არ მიგვიღებენო ბრძანა, ან ისედაც არ მიგვიღებენ, რადგან დაკარგული ტერიტორიები გვაქვსო. არა, არ გეტანები. ჯოქის ეს მათი კონცის არადა თქვა. ისა, მოდით ცოტა დამშვიდით თქვენი ჭირიმე, დამშვიდით და უფრო კარგად გავიგონებთ რა. ტელევიზორს ცოტა მოშორდით, რომ აი არ გვესმის კარგად ხმა და სურვილი გვაქვს, რომ მოგისმინოთ ყურადღებით. აბა ბრძანეთ. ხო, გარდა მაგისა. გარდა მაგისა, რატო ჯერ ის ვერ გავიგეთ, რაც გითხარი? არაფერი არ მოგწონს, ესე როგორ შეიძლება? არაფერი არ მოგწონს, გარანტიერი. აი, გასაგებია, ჩვენ რეალურად ვერაფერი ვერ გავიგეთ სამწუხაროდ რაც გვესაუბრეთ, მაგრამ რუსეთთან დაკავშირებით ერთი რამე მინდა მოკლედ და კონკრეტულად რო ვთქვა, ხა ზედმეტი პოპულიზმის გარეშე ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც არავითარ შემთხვევაში არავისგან არ ესწავლება, რაც ნიშნავს ოკუპანტი ძალა და ესე იგი იმპერიასთან იმპერიის წინაშე დგომა, ზოგადად სრულად ანტაგონისტური და უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს თითოეულ ჩვენგანს ეგრეთ წოდებული რუსოფილიისა და ესე იგი ჩრდილოეთის მიმართულებით განჩენილი გარკვეული და რუსოფობიის პრივატ სენტიმენტების მიმართ, ანუ ესე იგი ეს ეგრეთ წოდებული ჯერჯერობით პრორუსულობა და პროდასავლელობა და ეს რაღაცები რაც თანამედროვე ეპოქაში შემოგვიგდეს და პოლიტიკური საკინკლაო საკითხებად გახადეს, ესეც ჩვენი დაყოფისა და დაშლისა და დაპირისპირებების ერთ-ერთი ინსტრუმენტია გარკვეული ძალების ხელში, მაგრამ ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღევანდელი ნეოლიბერალიზმისთვის რუსეთი როგორც მტრის ხატი არის ერთ-ერთი ის ინსტრუმენტი და საშუალება, რომ ესე იგი ნეოლიბერალიზმისთვის პატრიოტიზმი იდენტიფიცირებული ეკვივალენტურია რუსეთის დედისგინებასთან, ანუ თუ ადამიანი რუსეთს აგინებს, ის მამათმავალია, ტრანსგენდერია თუ რაღაცა, რომელ გადაგვარებული ცხოვრების წესსაც არ უნდა უჭერდეს მხარს, ესე იგი თავს იდენტიფიკაციას უკეთებს, რომ არის პატრიოტი და ქვეყნის მოყვარული პიროვნება, იმიტომ რომ რუსეთს აგინებს. და აქეთ ფლანგზე რაც არ უნდა ილაპარაკო, ნუ შენ გაცხადებენ რეტროგრადად და ბნელად და მოძალადად და ეს ასეთი მიჯდგომები და ესეთი სტიგმატიზაციით ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობებამდე მივალთ. გაიხარე, ზარია, აბა მოგზანდით. ისმენ გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგესალმებით. გახარებული ვიყავი იძინა რომ მოვიდა ხელისუფლებაში. ჩვენს დაახლოებით მოსავიყავით ხოლმე. მეგონა რომ სახელმწიფოს აშენებდა. დიახ, ყველანი ასე ვიყავ. მეტნაკლებად ყველა ესეთ განწყობაზე ვიყავით. ეხლა დავწმუნდი რომ სახელმწიფოს არ აშენებენ.
დიახ ბატონო. სირცხვილია რომ საქართველოში არც წინ დაიქცოვება და არც ტრუსი კი იკერება რომ სოფლიომდან არ ვიყიდო და არ მოგვაწოდონ შიშლები ვიქნებით. გასაგებია კი ბატონო. აქ საღიმილო არაფერი არაა, თუმცა კი ღიმილსაც ქონდა ეხლა ლეგიტიმაცია. არა მხოლოდ საცვლები და ასე შემდეგ ბატონო ჩემო. და არა მხოლოდ ტრიკოტაჟის კუთხით რა. საერთოდ აგროკუთხით, ნებისმიერი კუთხით ჩვენ ქვეყანა ვართ, რომელიც ასანთსაც ვერ ვაწარმოებთ. საკუთარი ასანთი არა გვაქვს. წერტილი. აი ასეთ დღეში ვარ ჩვენ, კი არ ვუტრირებთ და რაღაცას, კი არ ასე თქვა ვბუქავთ კაცო. რაც შეეხება კიდევ ევროკავშირში შესვლას თუ ნატოში, ეს აბსურდია თავისთავად ნატოში შესვლა უპირველეს ყოვლისა, მაშინ უნდა აღიარო შენი დაკარგული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, უნდა ვაღიაროთ ცხინვალის დამოუკიდებლობა, მაგრამ ესეც არ არის კიდევ ასე ვთქვათ მაქსიმალური წინაპირობა აიქ მიღებისა და თანაც ეს ძალზედ ბევრი რისკის შემცვლელია. გონიერება ხომ გმართებს? ზარია ეთერში მოგძანეთ. გამემშვიდობის იცოცხლეთ გამარჯობა. წყალობა მისცეს პირველ რიგში ლევან ჩაჩუას. ამინ. უდიდეს ეროვნებას. ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება რა. ძანეთ. არტიფოს გიჩებს თუ მოიწევს ოდესმე ობიექტივზე. მეტი კითხვა არა გაქვთ? არა, მეტი არა. კარგი, დიდი მადლობა, შემოგიერთდებით ჩვენი თანამებრძოლი, რომლის ომახიანი, გონიერი და მართლაც ასე ვთქვათ, ენერგია გვაკლია სულ ყველას და ეროვნულ მოძრაობას განსაკუთრებულად, თუმცა კი სადაც ბრძანდება, იქიდან არ გვაკლებს თავის მოსაზრებებს, თავის გვერდში დგომას, მაქსიმალურად როგორც შეუძლია, მაგრამ როგორც ისურვეთ, გისმინოთ უფალმა და მალე ჩვენს გვერდით გეხილოთ სულ ყველას თქვენი ჭირიმეთ. ეს გვინდა აბსოლუტურად ყველას. აქაც და არა მხოლოდ ამ პოლიტერთობაში. რაც შეეხება ალტიფოს ბიჭებს, ჩვენ წარმატებას უსურვებთ ყველა იმ პიროვნებას, რომლებიც ქართულად აზროვნებენ, ქართული ლექსიკით მეტყველებენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ენები არ უნდა იცოდე და რა თქმა უნდა გონიერებაც საგრძნობლად გააჩნიათ. სხვა რომ აქ ეთერში რატომ არ ვიწევთ თუ მოვიწევთ თუ არა, შესაძლოა ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ ასე ვთქვათ საზოგადოების წინაშე ასე ვთქვათ წარმოდგენის საშუალება, ჯერ მანამდე ჰქონდათ ტელევიზია, ეხლაც YouTube არხზე არიან თუ არ ვცდები, ხომესია გეგა და კონკრეტულად მიმართავენ ხოლმე საზოგადოებას და ყოველდღიურ რეჟიმში მე როგორც ვიცი. ჩვენსა და ალტიფოს შორის არ არის ის ურთიერთობა, რომ ჩვენ ერთმანეთის ტელევიზიით არ ვისარგებლოთ. აი ეს მინდა გითხრათ და უსურვებ წარმატებას. ყველას, ვინც საქვეყნოთ მოფიქრალი იქნება და საქვეყნოთ საქმის გამკეთებელი გნებავთ ალტიფოს თამადობით. ზარია ეთერში. მოგძანდით. საღამომშვიდობისა ბატონებო. საღამომშვიდობის. უერთდები წინა გამოფხნას და მე სულითა და გულით მინდა და არა მარტო ბევრი ვერახერხებ შემოსვლას პირდაპირეთში და უმრავლესობა ძალიან ბევრს სულს რომ ბატონი ლევანი გამოჯამდეს დროულად და როგორც ადრე ვიძილეთ ხომ არ ერთელ ობიექტივში და ქუჩაში და ასე შემდეგ პირადად ვიცნობ ასე გვეხინოთ სულ მალე. დიდი მადლობა. გამოგაჩათელებს ბატონო ლევან. დიდი მადლობა. იცოცხლე. რა შეიძლება ჩვენ დღევანდელობას შემოგარგო ხალხო 2-3 წამით სულ ისმინოთ უფალმა. წერან შემოვიდეთ ეხლა მივხვდი რომ ბიზნესმენი არა შედევს ქვეყანასო. ეგეც სიცოცხლეა აქ საერთოდ არ უნდა თქვა. და ამ ხალხის მიგვის რა. მივმართოთ ხელისუფალს, მივმართოთ რა უნდა მივმართოთ. უფრო ჩარა მოგეჭრა თავი თუ აი რა ესე თუ მივმართოთ კი ბატონო, ასე მივიდეთ მაგას. თქვენ დავოცინებო შეხედეთ თბილისი რას დაემკვანა. რას დაემკვანა გაიარეთ ქალაქს, ღამე არა დღე გაიარეთ, დღე. დაელაპარაკეთ უბრალოდ ქართული შეეკითხეთ, დამცინავი სახეებია უკვე, დამცინია ნაკეთ. ხო და
ამიტომ ეთქელესამუდამოდ უნდა გავიგოთ რა გავაკეთოთ ამ დროს. ერთობა გვინდა, ერთობა. თქვენ კაი ხალხო, მოგძანდით, გაერთიანდით ნომერ 8-ში, სადაც პატრიოტული ძალებია, სადაც 11 პარტია და 45 თუ 5 თუ ასები ორგანიზაცია. დიახ. და როცა იქნება, აბა გამოვიდეს ერთი 500,000 კაცი, როგორი ჟიმი მიეცეს სწავლობას. 500,000 მილიონი გამოვიდეს, აბა ვერ გამოვიხარ. ამაში უბედურება. შვიში ხელით გინდათ კრიბოტვადები და კირიხა დამოიჭამეთ თქვენი თავები. ბატონო, გაიხარე, მადლობა. იცოცხლით. მართავს ბრძანებთ, რა თქმა უნდა, ერთობას ალტერნატივა არ აქვს, ეს პოლიტერთობა შექმნილი იმის გამო არ არის, რომ ერთობა ერთობისთვის იყოს და არც იმ ასე ვთქვათ, მოტივით, რომ უკვე შევერთდით და წერტილი. თუნდაც ერთობის ის გამოვლინებაა ჩვენი შეთავაზება, რასაც წეგამ საუბრობთ. მრავალ წერტილია აქ და კარები ღია, რა თქმა უნდა, ვისაც სურს, ვისაც მოესვლელება, მან უკეთიცის, მობრძანდეს და ძალაც ერთობაშია თავისთავად. ზარია ეთერში მობრძანდეს. ისმენთ. შემიძლია დალაპარაკება. დიახ, შეგიძლიათ დალაპარაკება. საღამომშვიდობისად. საღამომშვიდობის. ისმენთ. ხო. ის იმ თემაზე, აი შუადღით რომ საუბრობდით, ხო, გეფიცებით მე ჩემს შვილებს რამდენი წელია უკვე აი ისევ ნერვიულობ, გული მისკდება. ცოტა მოშორდით ტელევიზორს თუ შეიძლება ქალბატონო. ამდენი არა ქართველი რომ შემოვიდა, ვიждები. ნუ თუ იმიტომ იბრძოდნენ, ჩვენი წინაპრები იმიტომ იბრძოდნენ, რომ ამათი გავსებულიყო ისევ იმ ხალხით, ვისაც ვებრძოდით. ჩვენი წინაპრები, მერე დღევანდელი ავიღოთ. გიორგი ანწუხელიძე იმიტომ წერს მიწაში, გურამ გურჩიანი, სულ ახალგაზრდა ბავშვი ბიჭის წერილი, მამას რომ დაუტოვა და ისე წავიდა ომში, კირილით კითხულობთ იმას. მერაბ მინდიაშვილი ორსებმა როცოცხლა დაწესა, სანამ პირში სული ედგა, შავლეგოს რომ ღეროდა, გავგიჟდი რომ კიდევ არ ვართ კიდე ქართველებში არსებობს ის პატრიოტული სული, აი ბიჭებს რომ უყურებ, გიჟდები და მე რომ ვიყვი ახალგაზრდა და ვიყვე ბიჭი მით უმეტეს, აი რას მოვიმოქმედებდი იცით? იმას მოვიმოქმედებდი რომ ჩემი ჭყუის ხალხს მოვნახავდი და აი პირდაპირ შემავიწროებდი, მე მკვლელი არა ვარ და მათ არ მოკლავდი, მაგრამ აი სულ ყველა დაუვლიდი, აი ესე შევაწუხებდი და საერთოდ არ ვინაღვიდი ციხეში დამიჭერდნენ თუ არა. ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია, აი გიჟდები, რისთვის წვალა ჩვენი შვილები მიწაში, ჩვენი მეზობლები, ჩვენი არ ვიცი, აი ზაზადამენია, 3 პატარა ბავშვი დარჩა საწყალს. რამდენი ანწუხელიძე და ვინ ჩამოთვლი საუბედურო და გაგა ჩემი მეზობელი საქორწინო ბიჭი ვლოდემდე უნდა გაგზელდეს რა უნდა გავაკეთოთ მართლა ესენი თუ არ გავრეკეთ თუ არ შევავიწროვეთ ესენი წასვლას არ აპირებენ დაღუპულია საქართველო და წარმოვიდგინეთ ეს არის უკვე ნაღმი რომელიც 10 წელიწადში ძალიან უბედურად ექცევა ჩვენს თანამამრობას და ოსი და აფსოა იქნება მოგონება მაპატიეთ რომ აი ეს აგებებით ლაპარაკობ და არ ვიცი აი გული მეგლიჯება მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო მადლობა ყურადღებისთვის გაიხარეთ ჩვენც მადლობთ თქვენი ასეთი მოსაზრებისათვის ესეთი საჭირისუფლო მოსაზრებისათვის ჩვენც ჭირისუფლები ვართ ჩვენი ქვეყნისა და ლხინისუფლებიც მაგრამ ეს ლხინის დრო არ მოვიდა ჯერ ვერ დაუდგა ქვეყანას ლხინის დრო როგორ დაუდგება როცა მსგავსი რამ ხდება ქვეყანაში გეთახმებით თავიდან ბოლომდე ოღონდ ერთს დავამატებდი იცით ჩვენი მიზნები და ჩვენი საზრისი ცხოვრებისა არ არის რაც შეიძლება რაღაცა დიდხანს გამოვეკიდოთ ამ წუთის სოფელს 200-300 წელი და ასე შემდეგ და 100 გადავწდეთ უფალი როგორც ინებებს ბატონებო იყავ ნებაი შენი მამაო ჩვენოში ამ საუფლო ლოცვაში როცა მიმართავს მართლმადიდებელი ერი ამ ლოცვით უფალს იყავ ნებაი შენი ეს ხომ ფარისეულურად წარმოთქმული არ უნდა იყოს ღვთის ნებას დამორჩილებული ქართველი ერი იყოს სწორედაც ღვთისთვის თავდამდები და არა ჩამოკიდებული აი მე რა ბედენაა და რა ჩარაა ეს ცხოვრებაო ბევრ ასე თქვა სიქადულს უთქვამს მრავალგზის
როგორ ამბობს ვაჟა-ფშაველა, ჩემო გეგა, ხშირად 1000-სა ცოცხალსა ბევრჯერ ჯობს ერთი მკვდარიაო. ჩვენ არა მხოლოდ ერთი, n რაოდენობით და გარდაცვლილი და მართლაც ზვარაკად, მსხვერპლად რომ გაიღეს თავისი ცოცხლა, ესეთი გმირები გვყავს, ვინც ჩამოთვალეთ კიდევ მათ მრავალი ემატებათ, რა თქმა უნდა, ჩვენ დროში, გარდასულ დროში და მოიხსენიოს მათი სული უფალმა. არც ჩვენ არა ვართ ჯაბანი და უფალმა მოგცეს ძალა, რომ იმ ნაკვალევში ვიდოდეთ. ოღონდ არა საუბრებით მხოლოდ. თქვენ ახალგაზრდა არა ვარო, ქალბატონო ბრძანეთ გულის ტკივილით. ხართ თქვენ ახალგაზრდა. ყველანი ახალგაზრდები ვართ, მანამდე სანამ საქმის კეთება, სიტყვის თქმა, აი ესეთი სიტყვის თქმა და ასე შემდეგ შეგვიძლია დამოძღვრა თუნდაც ახალგაზრდისა თუ უფროსისა, ვისაც სჭირდება. ზარია ეთერში მოგზავნით. ტელევიზორს თუ შეიძლება ჩაუწიეთ ან მოშორდით უკაცრავად, რომ ჩვენი კომუნიკაცია უკეთ შედგეს. რომ გავიგონოთ თქვენი ხმა გისმენთ? ისმის ჩემი ხმა? დიახ, ისმის. მოგესალმებით. გამარჯობა. ჩემს ვიფასო ქართველებო. გაიხარეთ. იცით რას ვიტყვი? ძანეთ ხალბატონო. განდაშის ზარები უნდა შემოკლათ ყველა. მხოლოდ და მხოლოდ არსებობს ერთადერთი გამოსავალი. იმიტომ რომ გაერთიანებას, კონსოლიდაციას, უფრო მეტი დამაჯერებლობა უნდა მიეცეთ და მეტი ყურადღება უნდა მოუთმოთ. კიდევ ვიმეორებ, საჭიროა გაერთიანება. ჩვენ ბევრი ვართ. რომელი ქართველი იტყვის იმას, რომ ეისოს საქართველოს მიტან ამ ურცხო ხალხი და ჩვენი ბიჭები მიტაში გადაბრუნდებიან. სილას გეტყვით, განსაკუთრებული ყურადღება, განსაკუთრებით ვიმეორებ, გაერთიანებას, სოლიდარობას, ერთი პირის რომ არსებობდა ამ ქვეყნად, ჩვენი ისტორიამ, გვეუბნება ჩვენ რომ უამრავი შემოსევები იყო ჩვენს მიწაზე და მაგრამ ხალხი ასე გადამწყვეტ მომენტში სული მასეც იყო დანაწილებული ქართველები, მაგრამ მაინც ერთიანდებოდნენ. საერთოდ ეს წინააღმდეგ მაინც იკრებდნენ გონიერებას. დიახ, ხალბატონო. მე ვამბობ და ვადასტურებ კიდეც. ყველაზე დიდი განსაჭირი თურმე ჩვენი გამარჯვების გზაზე ისევე ჩვენ ქართველების აზროვნებაში ყოფილა. ამას ახერხებით ამათ საჭიროა გაერთიანება. ჩემო ქართველო ხალხო, ყველამ დაიგონეს და ყველამ დაიხარჯეს. საჭიროა გაერთიანება, ერთი პირი, ერთი აზრი, ერთი თქვა სამშობლოს გადასარჩენად, არა ამდენმა უბედურებამ ქვეყანას არ უარასია. ჩვენი წრები გადაბრუნებიან მიწაში. იცოცხლეთ თქვენი ჭირიმით, იცოცხლეთ. ვეტყვი უპასუხებ გეგა, გამოეხმაურები ამ სათნო ქალბატონს, რომელსაც ყველაფერში დავეთანხმებ. აბსოლუტურად სრულიად იგივე პათოსი, რაც თქვენი საუბრეთ, რაზეც თქვენ გქონდათ საუბარი, ანალოგიური თანაგანამცდელები ვართ ჩვენ ყოველივე თქვენი ამ განცდისა და ერთნი ვართ ჩვენ ამ გრძნობაში, ამ ემოციაში და ამ სოლახქმაში ამ ყოველივესი აბსოლუტურად გეთანხმებით და სწორედ წეღან ჩვენ რომ საუბრობდით, რომ თუნდაც საარჩევნო საკითხზე ის ერთ-ერთი ჩვენი სწორედ ამ ფიქრისა და ანალიზის შედეგად ჩვენ ამ დასკვნამდე ერთობლივი მსჯელობით მივედით, რომ ჩვენ რომ მივახციოთ ამ ეროვნულ კონსოლიდაციასა და ერთსულოვნებას, რომ ხალხი ერთსულოვნებით ჩავრთოთ ამ საერთო ბრძოლასა და პროცესში, ერთ-ერთი ჩვენი ინიციატივა სწორედ ის გახლავთ, რაზეც წეღან მე და ბექამ ვილაპარაკეთ, რომ თავად ხალხი გამოგვეხმაუროს, ვის სად და როგორ უჭერს მხარს, ვინ უნდა თითოეულ ადამიანს სად ვინ უნდა რომ მისი რაიონის, მისი სოფლის, მისი ქალაქის წარმომადგენელი იყოს, რომ ერთსულოვნებით ხალხმა აკეთოს საქმე, არა ჩვენ ვიწრო პოლიტიკურმა გუნდმა, არამედ თვითონ ხალხმა, სახალხო იყოს ხელისუფლება, სახალხო იყოს ძალა და ერთობა. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ინიციატივა და ჩვენგან წეღან ნომერი გამოვაცხადეთ და კვლავ
გავიმეორებთ 500 50 56 88 ეს არის ნომერი სადაც თქვენ დარეკავთ სადაც თქვენ გვეტყვით იმ ადამიანების სახელებს გვარებს და მონაცემებს ვისაც თქვენ მხარს უჭერთ ვინც გინდათ რომ ადგილობრივ მუნიციპალურ არჩევნებში იყოს ქალაქის მერები გამგებლები თქვენს კუთხეს წარმოადგენთ საკრებულოს წარმომადგენლები თქვენ აი ასეთ ხალხს თქვენ წარმოადგენთ ერთსულოვნებით მიიღებთ გადაწყვეტილებას მოილაპარაკებთ ვინც სადგინდათ დაგვიკავშირდებით გაგვაცნობთ ამ ხალხს ჩვენ მე ამ ადამიანებს რა თქმა უნდა დავუკავშირდებით და ამ ხალხს მივცემთ საშუალებას რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ამ ადამიანებმა თავად თქვენი გვერდში დგომით მოიპოვონ ხელისუფლება და თავად ხალხმა მართოს თავისი ერი და ქვეყანა და არა ჩვენ რაღაც პოლიტიკურმა ვიწრო ჯგუფმა და ასე შემდეგ. აი ეს არის ჩვენი ინიციატივა და ამას გთავაზობთ ჩვენს ქართულ ხალხს და ამომრჩევლებს. ჩვენს ხალხის წიაღი ვარ. ცხადია. პარტია არის პოლიტიკური ინსტრუმენტი თქვენი ჩვენ მხოლოდ მაგრამ აი რაღაც ინსტრუმენტია ეს. ვიწრო პოლიტიკური გაგებებიდან რომ გამოვიდეთ ეს ჩვენი ეს ერთ-ერთი მცდელობაა. დიახ, მოგზანდით ზარია ეთერში. გისმენთ. გამარჯობათ. გაითიშა. ჯერ არ გათიშულა, გაითიშა. კი ბატონო, გეგა ესია ნამდვილად გეთახმები. თან ქალბატონმა ბრძანა ძალიან მართებულად, ძალზედ მართებულად რომ ჩვენ საზრუნებაში ყოფილა ჩვენი პრობლემა. გეთახმებით ქალბატონო. ჩვენ საზრუნებაში ნამდვილად არის ჩვენი პრობლემა. და უფრო კი არ გავამუქებ, უფრო მკვეთრად ვიტყვი, ისე როგორც არის. შეიძლება ბოლომდე ისეც ვერ ავთქვა. ვერ წარმოვთქვა. ეს აზროვნება რომ არ არის მიმართული ჭეშმარიტების მიმართ. ეს აზროვნება რომ არ არის მიმართული მაცხოვრებელიც და მაცხონებელი დედა ეკლესიის მიმართ. თქვენ ხომ არ ფიქრობს აქ ვინმე, აქ არა პოლიტერთობაში ხას უსვამთ მაზიარებელ აღმსარებელ მაზიარებელთა გუნდია ძირითადად აქ შეკრებილი ამ ეროვნულ ერთობაში და სადესერტო თემათაც რომ არა აქვთ და რომ манипуლირებენ ეკლესიაში და ეკლესიით ჩვენ სწორედ ესეთი ხელისუფლება გვყავს დღეს სათავეში იცით წეხან მინდოდა მე თქვა კი რა თქმა უნდა ბევრი რამ მარაზმი ხდება და თვალში ნაცრის შეყრის გამო ბევრ ყურადღების გადამტან ასე ვთქვათ შოუებს აწყობენ ეს პიროვნებები სატელევიზიო ეთერებში თუ ასე შემდეგ მაგრამ ძირითად სურათს ხომ ვერ მიჩქმალავთ არა ეს არის პური და სანახაობა რომაული დოქტრინა მაგრამ ეს ასე ვთქვათ კანონშემოქმედების და ციტირების გლადიატორები ამ თეზასაც ცვლიან გეგა რომ პური აღარ არის აქ მხოლოდ სანახაობა დატოვეს რომელ პურზეა საუბარი ქვეყანა რა დღეშია ეკონომიურად თუნდაც თქვენ ინდექსებით თქვენს ოჯახებში მოყევით ეკონომიკური ინდექსები ურნებია დანაწილებული ქალაქებში ურნები სანაგვე ურნებია დანაწილებული ქალაქებში ვის რომელი ეკუთვნის და ასე შემდეგ და რა დღეშია საერთოდ ყველაფერი რა ამიტომ იცით რა მინდა გითხრათ აი იმ იმპერატორებს და სარდლებს განსაკუთრებით რომლებიც ბრძოლებს იგებდნენ იმპერიებში ყავდათ გვერდით ისეთი პიროვნებები კადრი იყო ეს ერთგვარი შტატი დავარქვათ ესე უხეშად შემხსენებელთა კონტინგენტი რომ ისე არ ავარდნოდათ თავში რომ თქვათ უხეშად რომ იმ ხიბლით არ დაბრკოლებულიყვნენ და არ ჩავარდნილიყვნენ დიდ განსასწრებში ეს ადამიანები მათ ახსენებდნენ რომ იცოდეთ რომ მოკვდავნი ხართ თავის მოკვდაობაში ახსენებდნენ რომელიც ეგრეს ჟღერდა memento mori და ყველა გახსენებთ ჩვენ და მეც გაგახსენებთ აქედან ოფიციოს მივმართავ memento mori თქვენ გეხებათ გეგა დავემშვიდობოთ ერთად ავიცი მე მინდა უკეთესი ხვალინდელი დღე ვისურვო ჩემი ქვეყნისათვის და აქედან გამომდინარე ჩვენთვისაც უკეთესი იქნება აბა რა იქნება უფალი გფარავდეთ მადლობა უფალს მადლობა ყველას აბსოლუტურად ვინც ამ ეთერში მიიღო მონაწილეობა მერთმა წყალობა მოგწეს და
კлау, აი გამოგვეხმაუროთ, გთხოვთ რომ ერთობით, ერთსულოვნებით გავაგრძელოთ ბრძოლა. თქვენი ქმედითი თანადგომის გარეშე ჩვენ ვერაფერს შევძლებთ, მაგრამ ერთსულოვნებაში, ქრისტეს მიერ ერთობაში არის დიდი ძალა და ღმერთმა ეს ერთსულოვნება და ერთობლივი გამარჯვება მოგვაპოვებინოს და ერთობლივად დაგვემკვიდრებინოს სასופველი და მოზაიმე ეკლესიის წევრები გამختარეს. ამინ. მარადიულ მადლობა სიხარულში ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს. მშვიდობა და წყალობა გქონოდეთ. ნახვამდის.